სამმართველოს პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა რამდენიმე წუთში ქრონიკაში. რუსთავის მთავრობა კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. ვინ არიან ის უცხოელი ინვესტორები, ვინც რუსთავში კერძო მშენებლობებს ახორციელებენ? ქრონიკაში ცხლის ნახევარზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ქრონიკას ცხლის ნახევარზე. ახალ ამბებს სოფო ცერცვაძე გაგაცნობთ. ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით ყველა დეპარტამენტის უფროსმა მიიღო. უწყება ცვლილებებს არც ქვემდგომ თანამდებობებზე გამორიცხავს. ლევან კვიციანმა თანამდებობრივი უფლებამოსილება მას შემდეგ შეიჩერა, რაც მინისტრმა შეხვედრა რეგიონის პოლიციის უფროსებთან გამართა. გიორგი ბრიშულმა შეხვედრაზე რეგიონების პოლიციის დეპარტამენტის დირექტორებს პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი წარუდგინა და მოადგილესთან ერთად რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ანგარიშიც ჩაიბარა. გახდა თუ არა რეგიონებში არსებული ვითარება ცვლილებების მიზეზი, ეს ჯერჯერობით უცნობია. უწყების ინფორმაციით მინისტრი აღნიშნულზე კომენტარს უახლოეს დღეებში გააკეთებს. რეგიონებში არსებული პრობლემები და მიმდინარე პროექტები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო რწმუნებულების სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს თითოეული რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, რეგიონების განვითარების პერსპექტივებზე და ინვესტიციების მოზიდვის გზებზე, რამაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა უზრუნველყოს. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს შესრულებული პროექტებით ქვემო ქართლის საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს. პრემიერმა მოისმინა ჩვენი ანგარიში, პატარა ანგარიშები მოახსენეთ თუ როგორ ჩავატარეთ გასული წელი და პროექტები როგორ შესრულდა. მოგეხსენებათ, რომ ის 851 პროექტით თავისი 50 მილიონიანი შესრულებით ჩვენ პირველ ადგილზე ვარ დღეს რეგიონებს შორის და საუბარი იყო იმაზე, რომ ახალი წრის შესაბამისი პროექტები, უფრო მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება რეგიონისთვის, ესენი გამოვყოთ, შევარჩიოთ სწორედ პრიორიტეტები, ზუსტად დავსვათ აქცენტები, აი ამაზე იყო საუბარი. ადგილობრივი თვითმმართველობა კოსტავას ქუჩის კეთილმოწყობას გეგმავს. ტერიტორიის საბოლოო იორსახე ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, თუმცა რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს ქუჩის გასალამაზებლად, ეს უკვე ცნობილია. განახლებულ ქუჩაზე და ხალხის პოზიციაზე თამთა ცირამო მოგიყვებათ. ძველი ქუჩის ახალი იერსახე. რამდენიმე თვეში მცირე კორექტივების შეტანისა და სამუშაო პროცესში პროექტის დახვეწის შემდეგ ქალაქს სრულიად განახლებული ქუჩა ექნება. შეცვლილი საგზაო ინფრასტრუქტურა, რამდენიმე ფერში გადაწყვეტილი ბინების ფასადები, მოსახლეობის დასვენებისთვის განკუთვნილი ტერიტორია და ორიგინალური ტიპის გაზონები. კოსტავას ქუჩის კეთილმოწყობის პროცესის დაწყებას ქალაქის პირველი პირი უახლოეს მომავალში აანონსებს. ეს არის პირველ რიგში შუა გამყოფი ზოლის მთლიანად მოხსნას, ანუ სავალი ნაწილის მთლიანად მოხსნას და ბეტონის სპეციალური დამუშავებული ტიპის ან ბეტონის საფარის გაკეთებას, გარდა ამისა ქვაფენილებში მოხდება, ანუ ამ გზების მოწყობა, მათ შორის გადასასვლელების, შუა გამყოფი ზოლების, გარდა ამისა არის ფეხით-მავალი, ანუ ფეხმავალის მთლიანი რეკონსტრუქცია, მათ შორის სპეციფიური და საკმაოდ კარგი მიგნება არის ინოვაციური რაღაც სპეციფიური რაღაც სკამეიკები დადგება, რომელიც საკმაოდ ლამაზი იქნება, ისევე როგორც დამახასიათებელი მთელი რუსთავის ან დაწვენილი ტიპის გაზონები იქნება. 9,197,000 ლარი დაგუნდკიცდება რეგ ფონდიდან. დაახლოებით 1-2 კვირაში ალბათ სამინისტრო ამას უკვე მთავრობაზე გაიტანს და დამტკიცდება. ქალაქის თვითმმართველობის ინიციატივას დადებითად აფასებენ რუსთაველები. ქრონიკის გადამღები ჯგუფი ეცა და გაერკვია, რა განწყობით ხვდებიან თანაქალაქელების სიახლეს. მათი აზრით, რა არის საჭირო ქუჩის კეთილმოწყობისთვის და რა კორექტივებს შეიტანდნენ თავად აღნიშნულ ტერიტორიაზე. უმეტესი მათგანი ქუჩის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას აუცილებლად მიიჩნევს. უნდა გაკეთდეს აუცილებლად, იმიტომ რომ იმსახურებს ძველი რუსთავია. არქიტექტურულად შესანიშნავი ნაგებობა არის. ფერებიც რა ვიცი, ალბათ. როგორ ფიქრობთ, როგორი ფერები მოხდება კოსტავას ქუჩას? რა ვიცი, ნათელი ფერები. აღარ გვინდა დამწუხრებული ფერები. ეს ჩვენ ცენტრალური ქუჩა, თან ძველი ქუჩა არის, თან მერიის მიმდებარე ტერიტორია და ალბათ უკეთესი იქნება თუ უფრო ლამაზად მიექცევა ყურადღება. შენობების შეხება იგეგმება, როგორ ფიქრობთ, რა ფერი მოხდება კოსტავას ქუჩას? მე მგონი აი წინა შეღება რო იყო ის ძალიან კარგი იყო. მე მომწონდა პირადად და სხვა არ ვიცი.
რა ფერებს გულისხმობთ? აი ისე თბილი ტონები რო იყო. თბილი ტონები უფრო საჭიროა, იმიტომ საღამოობით გამოვდივართ, ბავშვები გამოგყავს და რაც უფრო მყუდრო გარემო იქნება, უკეთესია. რაც ლამაზი იქნება, როგორც ლამაზი იქნება, ის მომწონს. ისე აუცილებელია. შენობების ფასადი რამდენად მოსაწესრიგებელია? მოსაწესრიგებელია, იმიტომ რომ რაც შეღებილია, ყველაფერი ჩამოშლილია. და როგორ ფიქრობთ, როგორი ფერები მოუხდება ამ შენობებს? ნათელი, თეთრი სავარაუდოდ უფრო ლამაზი იქნება ზამთარშიც. კოსტავას ქუჩის რამდენიმე შენობა-ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში უკვე მოხვდა. ქალაქის თვითმმართველობა პროექტის განხორციელების შემდეგ ნუსხაში მოხვედრას უკვე მთლიანი ქუჩით შეეცდება. ლერმონტოვის ქუჩაზე რამდენიმე დღეა საკანალიზაციო მილი დაზიანებულია. საკითხთან დაკავშირებით ქრონიკის საინფორმაციო სამსახურს მოსახლეობა დაუკავშირდა. ადგილობრივების თქმით, ტერიტორიაზე შიდა კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემები ხშირია და მის მოგვარებას ითხოვენ. ქრონიკა კომპანია რუსთავის წყალს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ პრობლემის შესახებ კომპანიაში შეტყობინება არ შესულა, თუმცა სამსახური მის მოგვარებას მაინც განახორციელებს. ადგილზე სიტუაციის გასარკვევად ჩვენი გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. ყურადღება უნდა მოგაქციონ სახელმწიფო. მაგის საქმე ვისაც ეხება, რომ მოვიდეს, უნდა გამოაცხადოთ მაცხოვრებლებმა და ისე როგორ შეიძლება. რამდენად პრობლემური არის ეს საკითხი? ძალიან დიდი პრობლემებია მაგ მხრივ. სულ მოძველებულია კანალიზაცია, სულ დარღვევები, ავარიები ხდება ტუალეტში და იმაში ხო წყალი ვერ გადის კარგად. ხშირად როცა ფუჭდება აკეთებ. პრობლემაა ახლა თავისთავად. ალბათ კარგად არ აკეთებ, ხშირად ფუჭდება. რუსთავში ბოლო დროს კერძო ინვესტორების მხრიდან ობიექტების მშენებლობის დიდი ნაწილი ავტოგასამართი ცენტრებისა და მაღაზიების მშენებლობაზე მოდის. რუსთაველები ამ თემაზე უკვე ხუმრობენ კიდეც და რუსთავს ეგრეთ წოდებულ ბოქსების ქალაქს უწოდებენ. რამდენად აკმაყოფილებს მომხმარებლების მოთხოვნებს ის ობიექტები, რომლის მშენებლობაც ჩვენს ქალაქში ბოლო დროს მიმდინარეობს და ვინ არიან ის უცხოელი ინვესტორები, ვინც რუსთავში კერძო მშენებლობებს ახორციელებენ. თემაზე მარიამ სოლოღაშვილი და გიორგი გოლიჯაშვილი მუშაობდნენ. რა შენდება რუსთავში და რამდენად არის მორგებული მშენებარე ობიექტები მოსახლეობის მოთხოვნებზე? რა პრიორიტეტები აქვთ ამ მიმართულებით კერძო ინვესტორებს და რას ფიქრობენ აღნიშნულთან დაკავშირებით რიგითი რუსთაველები? ქრონიკა დღეს რუსთავში მიმდინარე მშენებლობებით დაინტერესდა. ჩვენს ქალაქში ბიზნესმენების გარკვეული ნაწილი მიწას ყიდულობს, შენობას აშენებს და ინვესტიციის განსახორციელებლად ძირითადად ავტოგასამართის სადგურების, ტექნიკისა და სასურსათო მაღაზიების მენეჯმენტში გარკვეულ პირებზე აქირავებს. იშვიათ გამონაკლისში ისეთი ობიექტები ჩნდება, როგორიცაა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტი. უცხოური ინვესტიციის ნაწილი, რომელიც ჩვენს ქალაქში შემოდის, ირანულია. ისეთ კონკრეტულ პერიმეტრზე, როგორიც ლეონიძის ქუჩაა, რამდენად კონკურენტუნარიანია ერთ მისამართზე იდენტური ბიზნესი ის კეთება ეს ჩვენთვის უცნობია და დღეს ჩვენ ამ თემას არ შევეხებით. რაც შეეხება მშენებარე ობიექტებს, დღეს ჩვენ მხოლოდ საქმეთა მწარმოებლების ჩაწერა მოვახერხეთ. რა მშენებლობა მიდის? ავტოსერვისი. შალე საკოლონო ბაზარია. ეხლა მიდის მშენებლობის? ეხლა ცოტა ხან შეაჩერეს ერთი რომ ისა არ გაიყინოს ისა. თუ დანარჩენი ისე გძელდა. მშენებლობა შეჩერებული იყო, ახლა განახდა ისე? ჩვენ ახალი მოსულები მაგას საქმეში ვერ ვქევდა. ინვესტორი არ არის, ხო ქართველი როგორც იცი? არა, ირანელი. აშენებს უცხოელი ინვესტორი, შენდება სპორტული დარბაზი შენდება, ახალი სისტემის ტრენაჟორებით და კეთილმოწყობილი თავისი საშხაპებით. მიმდინარე მშენებლობებთან ერთად არის ისეთი ობიექტებიც, რომლებიც კერძო მესაკუთრემ გაქირავების მიზნით ააშენა და ამ დრომდე ობიექტი უფუნქციოდ არის დარჩენილი. ქრონიკამ დღეს ის ობიექტებიც გადაიღო, რომელიც გაურკვეველი მიზეზით შეჩერებულია. აღნიშნულ თემაზე დღეს საკუთარი მოსაზრება რიგითმა რუსთაველებმაც დააფიქსირეს. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ერთი და იგივე დანიშნულების ობიექტები არა მხოლოდ წამგებიანი ბიზნესია, არამედ ქალაქის იერსახესაც ამახინჯებს. რუსთაველები კერძო ინვესტორების საწარმოების ამუშავებასა და კულტურულ საგანმანათლებლო სფეროთი დაინტერესებას ურჩევენ. ძირითადად საოფისე ფართები, აფთიაქები, სლოტ კლუბები და ასე შემდეგ. ეს რამდენად პასუხობს მოსახლეობის მოთხოვნებს? უფრო იმათ მოთხოვნებს პასუხობს, ვინც ამ ყველაფერს აშენებს ალბათ ჩემი აზრით და არა მოსახლეობის მოთხოვნებს. ნახევარი მაღაზიები თითქმის არეელია და ხალხი არ შედის, ვერ შედის რომ იყიდოს რა. ასე რომ ესწავლე ეკონომიური წარმოებები გააკეთო, რომ ხალხი დასაქმდეს. მაგაში დააბანდებენ, არც თვითონ არ წააგებენ არაფერს. კულტურული ცენტრები და რაღაცა ლამაზი შენობები უნდა აშენდეს. ამდენი ბოქსი და ფარეხები ხო უკვე ძალიან ზედმეტია. ბავშვების გასართობი ცენტრები არა გვაქვს ჩვენ. მაგალითად აი შვილიშვილი, აი სად უნდა წავეყანოთ ეს?
არ არის ესეთი ადგილები. ჭირდება ყველას ალბათ და ამიტომ არის თვითონ გამკეთებელსაც ამ საქმის და მე მომხმარებელსაც. უნდა ამოძრავდეს საწარმოები და ყველაფერი კარგად იქნება მაშინ. კერძო მესაკუთრე არაფერს არ გადაწყვეტს. გაითვალისწინებს თუ არა ბიზნესი ხალხის ინტერესს და რა ახალ სტრატეგიას შეიმუშავებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ინვესტორების და მოსახლეობის მოთხოვნები ერთმანეთს დაემთხოს, ჯერჯერობით უცნობია. ქრონიკაში რეკლამის დრო პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. თამბაქოს პროდუქციაზე ფასებმა რამდენიმე თეთრით მოიმატა. რეკლამის შემდეგ ქრონიკაში. რუსთავში არსებულმა სპორტულმა კლუბებმა ვარჯიშები განაახლეს. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. თამბაქოს პროდუქციაზე ფასებმა რამდენიმე თეთრით მოიმატა, რაც აქციზის ღირებულების 5%-ით გაზრდამ გამოიწვია. ომეგაში აცხადებენ, რომ აქციზის ზრდა სხვადასხვა დასახელების სიგარეტზე სხვადასხვანაირად აისახა. თუმცა ზოგიერთ სავაჭრო ობიექტში სიგარეტის ფასი ჯერ არ გაზრდილა. რამდენიმე დასახელების სიგარეტი კი, მათ შორის Marlboro და პარლამენტი ამ დრომდე დეფიციტშია. ომეგაში სიგარეტები რაც გვაქვს ამჟამად მოიმატა 5-10 თეთრი რამოდენიმე სახეობაზე, მაგრამ როგორც ამბობენ Marlboro და Chester პარლამენტი ამ ბრენდებზე ჩვენ ამჟამად არც გვაქვს და ანუ მაგ ფასებში არც გქონია. დეფიციტში არის ამჟამად, არც ვიცით იქნება თუ არა. ქრონიკაში სპორტის დროა. რუსთავში არსებულმა სპორტულმა კლუბებმა ვარჯიშები განაახლეს. კლუბები მიმდინარე სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. როგორია მწვრთნელებისა და სპორტსმენების პროგნოზი მიმდინარე სეზონზე, ნინო ბერძის სიუჟეტი. რუსთავის რაგბის კლუბი ხარები ვარჯიშებს ყოველდღიურად ატარებენ. ჩვენი ქალაქის მორაგბეები სისტემატიურ წვრთნებს უკვე რამდენიმე დღეა ახორციელებენ. ხარები ამ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება და მიმდინარე სეზონზე წამყვანი ადგილების დაკავებას გეგმავს. რუსთაველი მორაგბეების პირველი შეხვედრა ყოჩებთან იქნება. როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი აცხადებს, სწორედ მათთან შეხვედრა იქნება გადამწყვეტი პლეი-ოფში თამაშისთვის. არის კიდე დარჩენილი თეორიული შანსი, რომ ჩვენ მოვხვდეთ პლეი-ოფში და ვითამაშოთ კიდე უფრო მაღალი ადგილებისთვის და უშუალო კონკურენტია ჩვენი ბონისის ყოჩები. თუ ყველაფერი ღმერთმაინება ისე იქნა, რომ ჩვენ ყოჩებთან წარმატებას მივახცეთ და შემდეგ კიდე გავაგრძელეთ წარმატებული თამაში, არის შანსი, რომ ჩვენ კიდევ მოვახერხოთ პლეი-ოფში თამაში. მაგრამ გუნდის თავარი მიზანი მაინც არის თამაშის ხარისხის გაზრდა. ვარჯიშები ასევე განაახლა რუსთავის საფეხბურთო კლუბმა რუსთავმა. ახალგაზრდა ფეხბურთელებას აწვრთნელი ვარჯიშები 10 იანვრიდან დაიწყეს. კლუბი ამ ეტაპზე ამხანაგური თამაშებისთვის ემზადება, რომელიც 20 და 25 იანვარს გაიმართება. ფეხბურთელების და მწვრთნელის პროგრამა მაქსიმუმი მომდევნო წელს უმაღლესი ლიგისთვის სათანადო მომზადებაა. პირველი ლიგისთვის ალბათ იმ შედეგის გაუმჯობესებას ვეცდებით, რაც ჰქონდა პირველ წრეში. 20 იანვრისთვის ერთი ამხანაგური თამაში გვაქვს დაგეგმილი საბურთალოსთვის და მეორე გვაქვს ბოლნისთან. ეს ორი თამაში იქნება ალბათ პირველი ისეთი სასენჯი თამაშები, სადაც ნახავთ ამ ახალ ფეხბურთელებს და იქიდან უკვე დავტოვებთ ალბათ. ძირითად ბირთვს, ვინც მოიმზადება უკვე მეორე წრის ძირითადი ეტაპისთვის. ინტენსიურად ვემზადებით და რა ვფიქრობ, რომ მეორე წრისთვის მომზადებული შევხვდებით. ვეცდებით ყველანაირად რომ მაღალი ადგილები დავიკავოთ და წელს უფლება მე მგონი არ აქვს გადასვლის უმაღლეს ლიგაში, ამიტომ ვეცდებით რომ მომავალი წლისთვის უკვე მომზადებული იყოს გუნდი იმისთვის, რომ უმაღლესში გადავიდეს. რუსთავის კლუბი რუსთავი კი ქუთაისიდან გუშინ დაბრუნდა, სადაც ტურნირში მიიღო მონაწილეობა. კალათბურთელებმა მიმდინარე წელს ვარჯიშები 4 იანვრიდან განაახლეს. ისინი ამ ეტაპზე ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის ემზადებიან და საქართველოს თასისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ახლა კი საერთაშორისო ახალი ამბები. ბურკინა-ფასოში ტერორისტების თავდასხმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა. შტურმისას მოკლულია 4 ბოევიკი, აქედან 2 სავარაუდოდ ქალია. სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლებულია სულ მცირე 150 ადამიანი, რომელიც თავდასხმის მომენტში სასტუმროში იმყოფებოდა. ტერორისტები დედაქალაქ გუაგუნში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში შეიჭრნენ, სადაც ძირითადად გაეროს თანამშრომლები და ტურისტები იმყოფებოდნენ. პირველად ტაივანის ისტორიაში კუნძულს ქალი უხელმძღვანელებს. ტაივანის ადმინისტრაციის ლიდერი 59 წლის პოლიტიკოსი ცაინ ივენი გახდა. ადგილობრივი არჩევნები ტაივანში დღეს ჩატარდა. ოპოზიციური დემოკრატიული პროგრესული პარტიის ლიდერი ტაივანის ჩინეთისგან უფრო მეტი დამოუკიდებლობის მომხრეა.
გამოშვების ბოლოს კი ტრადიციულად ამინდის პროგნოზი. დალკაში დღისით -1 იქნება, ღამით -12 ფიქსირდება, თეთრიწყარო დღისით -1, -5 იქნება, ღამით დმანიში -1 ასევე დღისით, -12 ფიქსირდება, ღამით ბოლნისში +4 იქნება, დღე -5 ღამით. მარნეულში +7 გრადუსამდე გათბება, დღე +1 იქნება, ღამით თბილისში +6 იქნება, დღისით -2 ფიქსირდება, ღამით გარდაბაში +7 გრადუსი სითბო იქნება, დღე -2 იქნება, ღამით რუსთავში ასევე 7 გრადუსი, დღისით -2 ღამით. მე ამ ინფორმაციით გემშვიდობებით და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ნახვამდის. ადგილი, სადაც ერთად ყოფნა გიყვართ. ადგილი, სადაც მომსახურება ხარისხიანი და კომფორტულია. ადგილი, სადაც საკვები ნატურა